რა საკეთებდი შენ? ავი ცოტა გადმომისხლა, ცოტა. თქვენს ნახევარი, მაგრამ არა უშავს. სტაბილურობა. ბატონ კაკას გაუმარჯოს! ვარ მეინ ქერექტერი მე. კაროჩე ტასო არიგებდა რა. ხოდა როგორი ემოციებიცაც ვისაუბრე ეგრე ვეღარ ვისაუბრე და მე ვარ მეინ ქერექტერი მე. შენც მეინ ყველა მეინ ქერექტერია. და ახლა ყველა ძალიან მადლობელი ვარ ყველა საერთოდ იმიტომ ძალიან თლაც მიმიღეთ რა. საერთოდ თითოეულზე მაქვს აქ საუბარი. პირველ რიგში შემოვიდეს საერთოდ. აი ველა გამერცო თავიდან მე ძალიან სიყვარული იყო ასე ვთქვათ და მეტი არ ეს აი მოგონებები არის რაც ყოველდღე წარმავალი არის მოგონება ისეთი რამე არის გინდა დრო გადის გახსენდება ისეთი გო ისიამე ის მეგობრები და შემდეგ და მე ვფიქრობ რომ ანუ ხშირი უნდა იყოს რა ეს შეკრება ერთმანეთის გვერდში რა და ამაში რას რო სწორედ მეტიერება რა მაგათ თუმე ძალიან ჯაჯობით მაფიას თამაშობდი ასე თუ ისე კარგად და მგონია რომ ჯერ წინ არის ყველაფერი და გართობელი წება ერთივარ და აი როგორ გაატარეთ ეს 3 წელი ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი პირველ რიგში სულ თავიდან დავიწყო მოგესალმებით ეს 3 წელი აი ნამდვილად არ იყო რაღაცა მარტივი და ისეთი რომ აი 3 წელია და რა უნდა რა ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგვემთხვა ეს იქნებოდა პირადში რაღაცა ოჯახში თუ აი თუნდაც ჩვენ სტრესში თუნდაც გამოცდების ხრივ გამეთახმებით რომ ყველაზე სტრესული იყო გამოცდები მაგრამ მე გიყვარს ყველა თქვენს მე რაღაც დადებითი მაინც გამოვჩა რაც რომ თვითონ ბედნიერი ჯანმრთელები იყავით ისე ისე რომ დაგამახსოვრდეთ იყავით ბედნიერები და გიხარდეთ ყოველი გათანებული დღე რა თქმა უნდა ვიყოთ ყოველთვის მადლიერები იმიტომ რომ ერთი ცხოვრება გვაქვს და მოდი გავაჟაზოთ ეს იყო ჩემი სიტყვა let's go ეხლა მოგითხო ბაჭო საკიდან ვარ წამოვიდა ფედერასტულად აი მოგითხო ბაჭო ზუსტად ხო ზუსტად მოგვიცა ბაჭომ კოპალიანიც სად არის სად არის კოპალიანი ჩდება კითხვა დღის ბოლოს კიდე ვინ არ წამოვიდა ძალიან ვაფშე ვინ წამოვიდა ლაშა იქ არის სად არის ბოჭო ანტალიაში ბზანდება საბედნიეროდ ხო კულ დავიდი სად არის ეხლა წავიდით დავიდი ჭიტაძეთო შენი გუნდელი შენი მარიამი სად არის კეთი სად არის კეთი სად არის რა მაგარია უზია რა მაგარია უზია იმედა მაგარი კონტები არ მოხდელაზე იყო რა ეს ხოლმე რა ჩემი ყოველი მომარება უნივერსიტეტთან დაბავშვები გუშინდელი დღე დამთავრება დავთავრე mic drop თავს როგორ ვცნობთ ბავშვების აუჩში ხო შეიძლება ეს ვაიცე მაიც გაგაჩახი როგორ გაგრილებულა მათე ნინი სтой ნინი მათე ზდეკ აი მე ხალხი გავიცან და მიხარია მარიამი არ არის მირიანი არ არის და ძალიან წინს მაგრამ არა უშავს იმიტომ რომ ვერ მოახერხეს აი მე ყავს მაკარონი მეშინია მათეს და მირიანს და მარიამს ასე ყოლით კარგები ხართ ძალიან და ცუდია რომ აქ არ ხართ საერთოდ არ გამოაჩინო ეს ვიდეო რავი მინდა რომ წარმატებული ვიყო და ცოტა კარგად ვიცხოვრო და მარტო იქ მინდა და ჩართულია რას ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონებები უკავშირდება ჩვენს შეკრებებს კურსელების სადაც ძალიან მაგარი დრო ვატარ და იმენა მაგარი ჩემთვის სირთულეები არ არსებობს ხო მაგრამ კი ჩემ თავს გაფიცებ აი ეს იყო ჩემი მოკლე კომენტარი დასკო და დღესაც ყველა ერთად შეკრებილები ვარ და მულამაზეს გარემოში და იმედია რომ ძალიან მაგარ დროს გავატარებთ სალი ლომიძე წავედით მაგეთია აი ყველაზე მაგარი კურსი ყავს მართლა და მაგას ყველასთან ვიძახი რომ ძალიან გამიმართა კურსელებში და მამავლი ჩემთან რატო ყოდი არ მეცი არ ვიცი მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა რომ კოლეგით გახსნილი იყო ჩემი ინტერვიუში და აი რაც მინდა ვთქვა რომ
კი, ძალიან ბევრი რთული სიტუაცია იყო, ძალიან ბევრი კარგი სიტუაცია იყო, მაგრამ ყველა ცალ-ცალკე თქვენსგან ვინ ხართ აქ, ვინ არ ხართ, გულში მყავხართ, ყველა მახსოვხართ, ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა, რომ მათ უკეთეს ულამაზესი და უსაყვარლესი დრო ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ჩემთვის. კუპალნიკი მაქვს, ჩავისვავ და აი, ბოლოს რა მინდა თქვა, აი, პროსტა ძალიან დიდი მადლობა, რომ მათ უკეთეს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ეს ოცნება, ჩემი ოცნება იყო, კარგი კურსელები და საქართველოში რომ დავამთავრა ეს კურსი და სირთულე რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც და აი თქვენთან ერთად გადავიტანა ეს ყველაფერი და ცალკეულად მადლობას გეუბნებით. მარტო ის მინდა ვთქვა. კაცო, ახლა არ გადამიხურავთ ირმა. ეყოს გადაღება და ჩავედით ჰაუსში. იმას დავამატებდი, რომ მთელ კურსზე შენ ხარ ყველაზე გულწრფელი, ყველაზე აი ზე კეთილი ხარ, ვინც მახსენდება და ძალიან მიყვარხარ. გიჟდები შენზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავკარგავთ და მე ვაკეიშენი რო გექნება სანამ გავიდეთ. გული მწყდება მათეზე, მირიანზე, მალაციძეზე და სული სიმღერე. უტიხვილო. წამო. იგულისხმება ის რომ იყოს ბედნიერები. მაგალითად ჩემპიონი მეგობარი. ლიზინანა. აი, აბა გვი ლიზინ? ლიზინანა. ანა. всё, აი ჩავსვავ. დინას ვერ ჩავსვავ. აი გირები. Yo. Завтра сколько меня? წედი აუში ჩაში. მე ლაგზახის რომ მე ვარ ფურალი. მაგრამ ანუ საერთოდ არ ვარ ხალხი. ვაფშე არ ხარ მე. უბრალოდ მინდა რომ აუში ჩავიდე. და არ შეიძლება ეგეთ მდგომარეობაში არ შეიძლება შე. ხო და არავინ არ ნახობს. არა და ყველაფერს მიაზრებ რა. და არა იაზრებ ბაზარი არა ამაში ვინ გეკამათება. უბრალოდ შეგიძლია იაზრო მაგრამ ამავდროულად თვალი იყო. არ გეჭინოს გოგო ხვალ დილით ავდე. დილით მივდივარ ბაქუმში მაგოც. რომელზე? დალეული ვარ ცოტა აუ ნუ მიცმენთ. მინდა ვთქვა რომ ძალიან მოხარული ვარ რადგან აქ ვარ დღეს და ეხლა მინდა აუ ვერ ხვდები რა უნდა ვთქვა მაგრამ ყველა ძალიან მიყვარს ამ სამწელში რა დააფასეთ და რა მოგეწონათ რა არ მოგეწონათ შეგიძლიათ თქვა ყველაფერი შეგვიძლია ვილაპარაკო ვაფშე ყველაფერი რა აი ხელას უნდა უნივერსიტეტიდან დამთავრებული სამეგობრო და სკოლები დამთავრებული რა ნეშვის ყველაფერი იყო ძალიან კაი ძალიან მიხარია ვაფშე ამ უნივერსიტეტს საუბარი ეგეთ ხარ ამ უნივერსიტეტში ჩავებანი ეგეთ მომაიცო მე ძალიან მიხარია რომ შავწვას ჩაბარებით მიხარია თუ არა ერთადერთი იმიტომ მიხარია ხა განათლება მე ყველაფერი მაგრამ გაიცანით ყველა რა რაღაც შეიძლება რაღაცა მოხდეს ხო ის დასოს ეგეც და ყველა მიყვარდა მოხდების ეს ვინ არის გავრიძოთ სიტყვას ვიძახი აი ეს ორიძოთ აი ცოტა ამას იდეალური კურსი შანსი არ არის აი ერთადერთი კურსები რომელიც იდეალურია ჩემი ვაფშე ეს ყველა რა ეს მოძო გეთეს ამას და კურსი შანსი არის ყოველთვის რა ამას და კურსი როგორი ყოველ ფიზიკურად ცოტა ძალიან დიდი მადლობა ყველაფერს თავი დავანებოთ რაც იყო და რაც არის ყველაზე მეტად დავამახსოვრდება ტასოს საერთოდ დილის 6 საათზე სტადიონზე რა ვიჯექი ხოლმე და მთელ ცხოვრებას განვიხილავთ თვითონ როგორ დამოკიდებულებას აქვს არ ვიცი კარგი ბიჭო მაგრამ ის ვიცი რომ ძალიან კარგი ადამიანია ძალიან საყვარელია რა ვიცი რომ ვიღაცაები არიან და ვისაც სუდი არ იტყვის ცხოვრებაში და ოიცადეთ უჯან ხარ შეოჩან ხარ ის რა ჩემო რომელიმე კურსმა ვისანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მიჭრავს ფეხებზე არ დაიკიდე ჩვენი ახლანდელი ურთიერთობა ეგ არის ეგ მადლობა ხარდამში ნინი რა პროფესორ კურსის ინტერვიუში ყველაზე მნიშვნელოვანი შევიძინე ის რომ პროფესიული ცოდნის გარდა ძალიან ბევრი ზოგადი ცოდნა მივიღე ლექტორებისგან და ერთ-ერთი ლექტორი გვესწრებოდა ვინც ზოგადი ცოდნა მოგცა და მაინც ყველაზე უმთავრეს ჩემს ალბათ იყო რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები შევიძინე ხო და მათ შორის არის ლაშა რომელმაც წეღან ახსენა მათემატიკა გადავაწერილი აი შუა გამოცდი აუდიკი თუთელი დაუდი და დაიწერე მართალია ერთ-ერთ მოსწავლეს რომელმაც კარგად იცოდა ხო შორტ ნინი ყარაულოში რომელმაც კარგად იცოდა კალკულუსი ძალიან დიდი მადლობა ნინის ყველაფრის კი ყარაულაშვილის ფურცელი გადმომაწოდა შუა გამოცდაზე იმიტომ რომ მე ძალიან გამიჭირდა რაღაცის ამოხსნა და ლაშა დამიდგა გვერდზე და ლაშაზე სულ ამბობ რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანია არა პირველ რიგში ახლა მე რო აქ ვარ ახოს ვიდა მე რო ახლა აქ ვარ ამ მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად მოკლედ იმის და მიხედავ რომ უნივერსიტეტი უკვე დავამთავრეთ ჩემი აზრით ეგ უკვე იმას ნიშნავს რომ ეს ადამიანები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მიხარია მათთან ერთად დროის გატარება და მიხარია რომ ასე ვთქვათ შევძელით ამ დღეს ასე აღნიშნა მოკლედ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შევძლებთ და გავაგრძელებთ ურთიერთობას იმის და მიხედავ რომ უნივერსიტეტი უკვე დავამთავრეთ და ვიქნებით ძალიან დიდი ხანი ერთმანეთის გულწრფელი და კარგი მეგობრები და ბევრს მივაღწევთ და ეს კარგი რაღაცები ერთმანეთის ძალიან გაგვიხარდება მოკლედ და ძალიან ბევრი არათვითეული ლექცია ჩემთვის იყო თქვენი რაღაც ძალიან კაი მოგონება იმიტომ რომ ან უნივერსიტეტი ყოველთვის არ
რჩება ჩემს ვილ მოგონება თქვენი დასახურებით რა მართლა. და ძალიან კაი ხალხი გაგიცანით. ამიტომ ყველა ძალიან კაი მოგონება იქნება და ეს იქნება მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე თბილი მოგონება ეს დღე. ხო და რავი მოკლედ. მიყვარხართ ყველანი. ძალიან დიდი მადლობა. შენ რატომ არ ჩაწერე? ერთი ხარ, ყველაზე პირველი და უკვე ჩემს გამოგე. ხო და რა? არ ჩაგწერე. მოდი. დიდი მოგონება, რაც გაქვს ამ ადამიანების მიმართ და რა გინდა თქვა შენი მომავლისთვის? აი და ხალხო მომეცი რა. მოკლედ მოგესალმებით შემოგმეგობრებო, დღეს შევი ყოფერდით. ნაოზაში ვილა VIP-ში. მოკლედ, ყველაზე თბილი მოგონება მაქვს ჩემს კურსელთან, როგორც ამათთან არა. პირველ რიგში, პირველ კურსზე ვიყავით მე, დუდაშვილი, ქეთი პირველი და ბაკუნა, რომლებმაც შუალედში წავედით მაგნიტში, ლუდი დავლიეთ და ისე შევედით ლექციაზე. ეგ არის შევდით ყველაზე თბილი მოგონება, იმიტომ რომ ერთად ეგეთები არ გამკეთებია, იმიტომ რომ ძალიან ყოლნიკები არიან ესენი და ყოველთვის შეგალებლები მოდიოდნენ რა გაიმაზე. მაგრამ ესენი არიან შორანოს არა. მაგრამ პირველი კურსის მერე ყველაფერი შეიცვალა. ესენი გახდნენ ჩემი საუკეთესო კურსელები. მერი, ელენე, ხატია, მარგველა, ნოდია და ქეთი აბულაძე და ისინი არიან ჩემი საუკეთესოები. ეს ტატა არის არა შეუკეთესო. დასკვნა მინდა რომ თავარია ესეთი ხიარული ვიყო კიდე. ყველაფერი ვიცოდე ესე ხადაურები. Sweet dreams და თავარია ცოცხალი ვიყო და ჯანმრთელი. აიმეტი არაფერი არ მინდა საერთოდ. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. მომავალშვილს რას ვეთყოდი? ოკეი. საერთოდ მეორე კარგი ტიპური მოგონება მქონდა, მაგრამ რადგან ყველამ პირველი კურსიდან დაიწყო, მე პირველი კურსიდან ვიტყვი. პირველ კურსთან ვისთანაც ვიყავი ახლოს, მაგათთან ვარ დღემდე ახლოსაც. რაც ძალიან მიხარია, ნუ ზოგი გადავიდა, ზოგი სადღაც εκεί წავიდა იმდეიდეიდ. მაგათთანაც ნუ ასე თუ ისე, მაგრამ ვისთანაც დავიწყე, მაგათთან ვარ ბოლომდე რა. მერი იყო პირველი ადამიანი, რომელიც თვალ გავიცანდა ნოდია, მარიამ ნოდია, მინდა აქ არ არის, მაგრამ მინდა რომ ახსენო რომ აი რატომ არ არის? ვერ თორე მოდიოდა. მარიამ ნოდია იყო პირველი ადამიანი, რომელიც გავიცანდა დღემდე ძალიან ახლოს და ძალიან მიყვარს ადამიანები და ის ადამიანები, რომლებიც გავიცანი პირველ კურსზე, მესამე კურსზე ბოლომდე შევხვდნენ, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან მოხსოვს ადამიანებს და იმედია ერთმანეთს არ დავშორდებით რა. ჩემ მომავალ თავს რას ვეთყოდი? კარგად მიდიხარ, ეგრე გააგრძელე. იმედია მომავალშიც კარგად ვიქნები ამ ადამიანებთან ერთად ახლოს, როგორც შენ გინდა. და რამდენიმე წელს ვიდეოს რო ვუყურებ, ყველაფერი კარგად იქნება. ეგრე იქნება. მადლობა ტასოს ძალიან დიდი რომ ამ ყველაფერს capturing-ს თუ სამახსოვრებას ახორციელებს. დაგისმენთ. ესენი არიან ქეთი პირველი, სამი ლენიძე, მარიამ როდიშვილი. წარმოიგინეთ იქიდან აქ მოვიდა ვიდეო გადამიღო რომ თქვენ გიწუწუნოთ რომ არ დალიო კომენტარებში რომ დავუწუნოთ კოლკოში მიდიხარ ხო მაგრამ ადამიანს არ ვიცნობ რა დაჯერ ეს კოლკოში არ და როდის ყოლები აი ხო მე არა რატო გადაწყვეტილი აქვს გაჩხატ გაჩ ჩვენ გაგვიმარჯვეთ